მიშა ანდღულაძე. ვასო თხაკაძე. ვახო ბიჭიკაშვილი. ბექა ონიანი. დიტო კუპატაძე. თამუნა ლეკვეიშვილი. თათია სულუაშვილი. ნიკა არაბიძე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა კომედი შოუ. დიდი მადლობა Relation Bands. ჩვენი გადაცემის პარტნიორია სუხარიკი რიკი. 2018 წელი შემოაბიჯებს ჩვენს ქვეყანაში. დიახ, მოაბიჯებს. ძალიან მალე და მინდა თითოეულ თქვენგანს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. ვუერთდები თამუნას ნაცნობს. მიშა, შენ როგორ აპირებ ახალი წლის შეხვედრას? რა ვიცი ისე, ზღაპრულად რა. დავჯდები ბუხართან, სახში და ნაცავს გავქექავ. საცივი გიყვარს? საცივი მიყვარს კი. მაგრამ ნუ ეხლა ინდაური ისეთი ძვირიანი სიამოვნებაა, რომ სამხრივი სიყვარული გამოდის რა ეხლა და გადავწყვიტე, რომ საერთოდ არ ვიყიდი ინდაურს. აბა რას აპირებ? გავალ აივანზე, დავუსტვენ და საიდანაც ასეთი ხმა წამოვაი დაახლოებით. როგორი? აი ეს აი მე რა კარგად აკეთებ, როგორი? მე გავაკეთებ. აი ეს ხმა საიდანაც წამოვა, იმ ხარეს გავემართები გალესილი კბილებით. მე გადავიკე რა. ხო, დაგირეკე. მოკლედ, ისე ძალიან კარგია თბილისში ახალი წელი, ეს კონცერტები, ეს ფოიერვერკები, 1000 შოუ პროგრამა და მოკლედ დატვირთულია ეხლა რა, კულტურღონიძიებებით. თბილისის ახალ წელს. აი ზესტაფონში რა ხდება მაგხრივ, თამარ? ფერადი კვამლი ამოდის ფეროსტროვიდან. ზესტაფონის სიგიჟეა მაგხრივ. ძალამაზია. მოგეწონება ერთხელ უნდა წაგიყვანო. კი, წამიყვანე ზეგ. თამარ, არ გინდა ამ ახალ წელს ერთად რომ მოვსხდეთ სადმე ოჯახურ გარემოში? ხო. რაღაცა შამპანურს ამოვიტანდი იქ, ბელგიური ვაფლი დავაცხოთ, ტკბილი თაფლით. ორი სანთელი, სიგარა გავაფუილოთ. ვაი, რა კარგია. ცირეოდენი ვისკით მე მოგიერთები, არ გინდა? აი მე ძალიან დიდი მადლობა მიშა, ძალიან მომინდა, მაგრამ ღორი უნდა გითხრა. სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ ზესტაფონში ღორი გვაქვს დასაკლავი. ეს ტრადიციაა შემოკარწია ღორი. უნდა წავაქცი, აი ესე უკიდან დეპარები ხოლმე. უნდა წავაქცი. საყვარელი სცენა იქნება, წავამიდგენია. კარგი. თამარ, თუ მიხვდები ახალ წელს რა უნდა ვაჩუქოთ სოლს, აბა? აი, საიდან უნდა ვიცოდე? მინიშნებას მოგცემ, ოზე იწყება და ოზე მთავრდება. ოზე იწყება და ოზე მთავრდება? აიმე, მიშა. მე რო ქმარმა ახალ წელს უმბალო მაჩუქოს, თელი ცხოვრება ხდება. ოზე და კაი. მოკლედ, თამარ, ჩვენ სტუმარი ყავს. მართლა? ასადგენი არაჩვეულებრივი სტუმარი. ვინ არის, მიშა? აბა თუ გამოიცნობ. რამე მინიშნება მომეცე? მოდი მინიშნება. მინიშნებები და თქვენი რაღაცები იცით ქვეყანა მილცავა. მინიშნება მიეცით ახლა. დოჩი ვარ ალირბაია. მოკლედ გასაგებია ყველაფერი. ხო. მადლობ. მოკლედ მოგესალმებით ძვირფასებო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ამ გადაცემას მართლა გულწრფელად ვუყვარვარ და არ მჭირდება არანაირი შამანი და შუმერი და არავისი ხარი. ძალიან დიდი მადლობა. კარგად გადამიღეთ იცოდეთ. ვიძი მიყურებს და ულამაზესად უნდა გამოიყურებოდე, ხო იცით? დიდი შვილი ვარ ის კი არა ვარ.
შეიძლება თქვენს ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ გენაცვალე, მაგრამ არ ვიცი არაფერი ჯიში თქვენ ისეთი არა გაგვთ და არც ვალდებულება ახლა და მე ლამაზი უნდა ვიყო. დაზავებთან ასეთი. ისე სიმართლე გიხარ გართხოვება მართლა სულაც არ მინდა რა. არ არის ხა აუცილებელი გათხოვდა იმისთვის რომ ბედნიერად იგრძნო თავი. თუმცა ხა როგორ გინდა რომ ბედნიერი იყო თან რა სიტყვიან მეზობლები ნათესავები. მოკლედ აღარავისთვის აღარ არის საიდუმლო რომ გასათხოვარი ვარ. ნუ ამიტომ ჩემო მომავალო ქმარო. ეხლა თუ გდიხარ და ზუსტად ვიცი რომ გდიხარ სადღაც და მიყურებ და რას ოლიგვინები ჯო მართლამდელი ხანი იგე. ახალ წლამდე მაგ დრო იცი სახელმწიფო ქვეყნიერება მე და მოეთრიეგი ზუგდიდის ბულვართან ბიჭო 12-მდე. კაი იქნება ახლა გელენდვაგენთან და პორშე პანამერათი თუ მოხვალ შენ კიდე თუ არა და არა აქ ბუძის მაგიყიზის პრობლემა. თავარია მოეგდო შენ და. ეხლა ქუჩის ხალხი რომ ხდება ყოველს დოჩისნაირი ადამიანი მგონი ვარ და ძალიან წყინსეგ, იმიტომ რომ მართლა არ ვარ არც კრიმინალური მენტალობის და არც ეგეთი ბოროტი ქალი რა. ისე ძალიან წყნარი ვარ, ძალიან კეთილი და თბილი მართლა. ერთადერთი რამაც შეიძლება ნერვებზე ძალიან მომშალოს ეს არის ტყუილი და ღალატი რა და ამაზეც ახლა ძალიან დიდი რეაქციები არ მაქვს. მაქსიმუმ რა ახლა დავლეწო ძვლებში და სახე ავახიო ხა ესეც ყველაზე მაქსიმუმი. ხოხტებით. მე კი არაფერი ისეთი რეაქცია მე არ მქონდა რა. ისე სანამ ტელევიზორზე გახვდებოდი, ძალიან კარგად იცით რომ ჟურნალისტი ვიყავი და მართლა ვიღაცა არ ყოფილვარ და სადღაც არ ვეგდე რა, როგორც ამბობენ. წარდი სტატიებს და მართლა ისეთი ძალიან სერიოზული ურთიერთობა მქონდა ერთ-ერთ გაზეთთან, სიტყვა და საქმე და მთელი გვერდი ფაქტობრივად მე მიმყავდა რა, იქ პაემნების გვერდი რო არის, ხო იცით? სულ ჩემი საკონტაქტო ნომრები და ყველაფერი ეწერა და შეიძლება ამას არ მოყვა მე წარმატება და მოყვა იმას, რასაც მოყვა და ეს არის რა. ზოგადად მეგრელები ხა ყველამ ვიცით როგორი ენერგიულები ვართ, როგორი ჭკვიანები ვართ, როგორი ყველაზე კარგები ვართ და ნუ ამბიციები თავისთავად გვაქვს ხა ახლავს ამ ყველაფერს. თავი დამიქნიეთ ყველაფერზე რა მეთანხმებით ყველაფერს. ხო და ნუ მეც თავისთავად ეგრე ვარ ხა ჩვეულებრივი ამბიციური მეგრელი, აბა როგორც უნდა იყოს და მე ისე ვარ რომ ვწვევი ჯერ ჩემი სხეული იძინებს და მერე ჩემი ამბიციები. და მოკლედ ბოლოს მინდა კომედი შოუს უსურვე მრავალ ქირსე ახალწანას მუგახვამანთ ირო ჯგირორდათ ირო გახარებულებ ხვა ბარაკა მომიწარმატებდო ირფელ მერჩან ღორონდიკ მოჩი მარხრედო მოხიოლუდო მიორდიშო ხო ასე რასო პირველია მოგლეთ უმესი მადლობა ნანუკა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ ესე პირველი შემთხვევაა როცა ჩემი ცოლის დაქალს ვესაუბრები და თან ჩემი ცოლი არ იცნობს ხო და ისე მართლა კარგი პერსონაჟია მინდა ვთქვას სერიალში არაჩვეულებრივი პერსონაჟია შენი დოჩი დიდი მადლობა თან არის ხეთ ჩემი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია მინდა გაითვალისწინოთ რომ ქალის ლიცენზია ხო საქართველოში მე მაქვს ძირითადად ნანუკა ბავშვია ჩვენთან მოსული და ძალიან უნდა შენთან შეხვედრა. დაუძახებ, ხო? კი, როგორ არა, ძალიან მიყვარს ბავშვები და დიდი სიამოვნებით. მოდი. თიკო, მოდი. დედა! მოდი და გოგო. გამარჯობა დოჩი. რომ გავიგე გადაცემაში მოდიოდი, სტუმრად ვერაფრით ვერ გავჭერდი სახლში. რა გაგაჩერებდა გოგო? თან გამიგე რაღაც პატარა პრობლემები ქონია და ჩვენ თუ არ გავიტანეთ ერთმანეთს, აბა სხვა ვინ გაგვიტანს ჩვენ? დედა გური ჩემი ხო? დედა დოჩი. კიდევ ვერ იპოვე ხომ შენ ვინმე კოჩი? ისი არ მესმის. ასეთი მშვენიერი კაცი გასათხოვარი რატომ უნდა დადიოდე? მე ვიცი. ბანკიდან გამოეტანე სესხი, იყიდე მაგარი ზმანები, ბენა და ჯიპი. მოკლედ, მეტი ინვესტიცია ჩადე საკუთარ თავში. და გარწმუნებ, ადვილიათაც გათხოვდები და ორმაგად დამოიღებ დახარჯულ თანხას. ისა ჩემი აზრით, თბილისში რომ ჩამოხვედი, მაშინვე უნდა გათხოვილიყავი. რატომ მაშინვე თიკო? აბა მაგის მერე რამდენიმე გრელი ჩამოვიდა თბილისში, ეცე? კონკურენცია უსაშვებია. არა და დოჩი, ისე მიყვარხარ. რომ გავიზრდები, მეც გასათხოვარი მინდა გამოვიდე. დედა თუ არის ისე არ შეიძლება მეც რომ მივიღოთ იმ ჩემი ხელის დაკალიებში? რა შეგიძლია შენ?
რა ვიცი ახლა თეატრალური არ მაქვს დამთავრებული და მეგრული მეც კი ვიცი. მეტი რა არის მან საჭირო. არაფერი და ასეთი ყავთ იქ უკვე. და ყველა ჩემი კონკურენტი ხარ უნდა მანებედი გეთავი. ფუქ. დედა რასა რომ დადიხარ შენ აკეთიკეთ. ტელევიზია კი არა მომავალს მეხედა შენ მომავალს. გო ბებია ჩემმა გამოუშვა თავში მომავალ. შემეში გამაიქეთ. დედის ტოლაკაზა ნეირად მოლაპარაკები. დედის ტოლაკაზი თუ ხარ მამის ტოლაკაზი რატომ არ ყავს გვერდით ჰა? მოდი რა არ ხარბი ქრისტიანი მართლა არ მიყურებს არავინ ღვთისმიერი. და მანებონი კიტავი. მოდი რა ერთი სელფი გადავიღოთ. კომარცხა. ეხლა ხომ ხარ შენ პოპულარული იმედენაცი. არაფრის. მადლობელი. ეს სურათი დადე Facebook-ზე და პოპულარობა მერე ნახე შენ. დედა რომელისა? დედა საქმეები მაგ დოყევა. იცოდე. ხორცლი არ გამომაპარო დოჭი. იყოს ქალო და რას გამოგაპარებთ? აი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. საქმეები ჩავაწყეთ, მოკლედ. კი, ყველაფერი კარგადაა. არაჩვეულებრივი დუეტი შედგა, ეხლა ჩვენ თვალწინ. კი, მომცელეთ გამანადგურეთ, სულ არა ვარ კმაყვა. ერთ გამოდი რა შენ გარეთ რაღაც. დიდი მადლობა ნანუკა. ჩვენი სტუმარი იყო ნანუკა გუღუა. ძალიან დიდი მადლობა. 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 კარგად განდარბა. მადლობა. თამარ, თუ შენ თუ იცი ბავშვი საიდან ჩდება? კომბოსტოში პოულობენ. კომბოსტოს სად არის თუ იცი? ბაზარში. კი ბატონო, ბაზარი? კომედი შოუ. რა კომედი შოუ? ბაზარი კომედი შოუში. ვაი, კონცერტი. დღეს თუ ეხლა მე ვერაფერი ვერ გავყიდი აქ. არ ვიცი რას გიზავ. რას მისა? თავს მომჭრიტურას? თითებს მე ვის რაში ჭირდება? ღორის თავს არავინ არ ყიდულობს. შენი დასპირტული გასიებული თავი. ვის რა ჯანდაბა ჭირდება ერთი გაბაგე. ეი, შეხედე, ლოთი, ბრაძიაგა. რა გიდა? შარვალი რო გაქვს აქამდე ჩაკიდული მის დღემში რო ღარი და უბეგიჩას, ნიფხი. თუი, შენი. ეს ვინა, კაცო. გოგონა. შეხედე ერთი ვერ გაიგო. გოგონა, შეგეუბნები. შენ არა მეორეს. შკაფივით რო აუშნო. ღაბაბით, დედიკო. დაითრი აქედან ერთი კაცო ნუ მეფარები. დაიმუნიეს. მომეცი ხალო მე მოურწყავ მაგას მომეცი. ამნამოდ. მომეცი მე დავნამავ. მე მაინც არაფრის მაგნისი არა. დამოუში კლიენტები აქეთ. მადლობა. გაიწიე კლიენტს უშლი. გოდე ვერ მომიხვდე? გამარჯობა დედიკო, აბა. ეს კლიავი დაიბრუნეთ ხალბატონო. ჩემო ცოლმა მითხრა პატარა და მომჭკნარიაო. დედა შეხედე ერთი ვინ მელაპარაკება ეს ჭიაყელა კაცი ეს უფთო კაცი ეს უფთომწერი შენ დედიკა მომისმინე შენ ცოს გადაეცი პატარა და დაქიშმიშებული და დამჭკნარი თუ არ გინდა რას მომყვებოდი ცოლათქო ყველი თვითონ. ელი როგორია მაგდედა მოდი აბა ელი გინდა საუკეთესო ამასინჯეთ რძისხვილისგან არ იყოს გაკეთებული რძისხვილისგან დედა ძროხის კუბო დავიდგი მე ეს თუ ფხნილი კონდეს ამას რამე შერეული რა ამასინჯეთ ხალბატონო ეკება მომეწონოს ხო? არ უნდა დედა ამას გაყიდვა გასინჯო ამას უნდა ფული და всё ეხლა შენ მომისმინე ეხლა ბერსო ტლიკინებ ეს ჩამიჩიკაცი ამასაც თავის დროზე რო გავესინჯე კი არ წამიყვანდა ცოლად არ უნდა ამას იყიდე მიდი დედა აჰა არ მინდა ხალბატონო არ ხიავი არ მინდა არ ყველი სხვა განწავალი. დაი შენ ამოწყდი მაშინ და შენ არ გაიყარე. წევლი ხალბატონო. დამყალო შენ აგავო შენ არო არაფრის ღირსი არ ახარ შენა. მაიმუნო გათარ შეკიდე რას მიდე. ბოჩენ. რა გიდა? შემოვიდა კაცი და დაუღია პირი. რა უნდა გაკეთები? ვინ იყო კაცი? მომეცი 20 წეთრი ერთი 20 წეთრი ტუალეტში გავალ მომეცი 20 წეთრი. რა 20 წეთრი? 20 წეთრი რა დაი? რა გააკეთე? სამბაჯისო 10 წეთრი სივაჭრე მწვანილი გაყიდე? 20 წეთრი მომეცი. დედეკი აქ მოითმინე.
მაიმუნი. გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა, მომძაინდი გენაცვალე, მომძაინდი. დადები. მომძაინდი. რა მაინტერესებს? ეს გოგრა რა ღირს? აი, გოგრა ეს ღირს 5 ლარი, ეს 10 ლარი. მოიცავი, ეს უფრო დიდია და 10 რატო ღირს კაცო? ასაგებია. შენა მოწყდი, გამომართი, ეს თეთრი წადი. წადი მიდი. გამარჯობა. მალე მოდი იცოდე. აი ეს გოგრა მინდა. კი ბატონო დედა, არ არის პრობლემა, შენ გენაცვალე, ეს არის ნამდვილი ახალი გოგრა. აბა, მოიცა კაცო. შენ გულიკო არა ხარ? არა დედა, რა გულიკო, კაცო, ერის გულიკო. გურამი ვარ, გულიკო, კლასელები ვიყავით. დედა სასწაული, კაცო, რა ფერისტობას აქ ადგილი აქვს, რა კლასელები გიცნობ. გულიკოს რო გეძახოდი, კაცო, გულიკო, ხუმრობით. რა ხუმრობით, კაცო, არა ვარ მეთქი, გულიკო, შენ ვინახარ, თუ გინდა გოგრა იყიდე, თუ არა და მომშორდი აქედან, კაცო. აი, არ ყოლია მე კლასელი მაგნაერი. 5 ლარის. ამას წავიღებ, აი. აჰა, კი ბატონო, აქ არა იყოს, არ მინდა მადლობა. დედა. გურამი შენა ხარ? დედა შეგინაცვალე, შენ ჩემი კლასელი არა ხარ, კაცო, ერთმანეთზე რო ვიჯეგი. დედა რა კარგი, როგორ შეცვლი ხარ გურამ გენაცვალე, ოჯახში როგორ ხარ? კარგად, თავად. არა კვიჭა, საერთოდ მანამდე რომ ეცნი ამპუს ხო არ გამოგართმევდი გურამ გენაცვალე. აბა, კარგად იყავი, კარგად. მოკითხა ოჯახში. მეც მომიკითხა დედა განსაკუთრებით. კი, აუცილებლად დედა რა კაი კლასელი იყო, რა კაი კლასელი ესა. ნანა! სად არის ხალო ეს გოგრა? გავყიდე. რა გინდა, კაცო, რა გინდა, რა გინდა რა. არაფერი კაცო. ბანანს შევჭამ დღეს არაფერი მიჭამია აი, ბანას პირი არ დაადო შენ თორე არ მეცილა. ერთი წელი ბანას პირი არ დაადო, ჭამე სუხარი სანამკბილები გაქვს, მიდი. ერთ წელს ბანანს შევჭამ, სიამოვნებო. ერთი წელი ბანანსა. ერთი ლბება ხალო, ერთი შეხედე უნდა მაცემინოს ლოთმა ამ ბრაზიაკა მამა ჭამე სუხარი რო გეუბნები. გამიგებანა, ჯერ ბანანს შევჭამ და მერე შევჭამ სუხარს. აი, ამოწყდი შენ, ამოიხეთქე ეგ ნაწლავები, რითი არ გაგიწდა ეგ ნაწლავი ერთი, რომ ბანანზე მომიშალა ნერვები. ნანა! ბანანს შევჭამ ჯერ და მე. ნანა! ხო, რა იყო? ნანა, 100 ლარიას დამიშლი ჩემო ლამაზო. კი, დაგიშლი, მოდი. შენ ამოწყდი, დამყალო როგორ მეზიზღები. რა, გოგო, რა მითხარი? არაფერი დავშალე უკვე. ვაჭრია უკვე, მე სიფთებს ვერ ვაკეთებ, მან უკვე დაშალა 100 ლარიანები. გაგიხმა თავი. სად არის კარალიოკი ერთი? ერთი წუთით, კაცო, სად არის ეს ფოტო მაიმუნი ესა? რასაკ ხარ შენ? დამაცადე ერთი წუთით, კაცო, კარალიოკთან ვიღებ სურათს. შენ ხალხ ხარ გაგიჟდი რა? კარალიოკთან რასაც იღებდა რა? დედა შეხედე ერთი ბიზნესის რო არის ეს მაიმუნი კაცი ეს. გუში სტაფილოსთან და ბოლოგთან რო გადავიღე თითოს 400 ლაიქი ქონდა. ლინჯი დედა ხედა არც ეს აქნია მაგის მეტი რო არაფერი არ იცი. ხბო, ბოჩოლა, თიკანი. ლოთი. ლოთია. რა ხმაურია? რა ხდება? ლაურამ ჯეკპოტი მოიგო 8000 ლარი და გვიხარია ყველას. ხედავ ჯეკპოტი მოყოჩა. ვინაო? ლაურამ ჯეკპოტი მოიგო? კი. უი, გამოწყდეს, გაფახსირებული, ესე იგი ზოგს რა ბედი აქვს რა. წინაკვირას დედამთილი გააშვენა. ეხლა ჯეკპოტი მოიგო. ზედიზედ 2 ჯეკპოტი გაგიდია, ბედი რო არა გაქვს. ბოზებს აქვს ბედი, ბოზებს. მე ვინ მომცა, აგე ყველი ვერ გამიყიდია. აბა. რაიმე დედა, რა გინდა ბიჭო, რას დამიდექი შენ კიდე, ადექი, რა გინდა, რა არ არის, ჩემი საქმე ეს ვაჭრობა და დაბანებე თავი ხო შეიძლება. წავალ სახში რაღაცას სხვანაბეს გავაკეთე.
არ არის ჩემი საქმეს. სიხდი ერთი ამოიდგა მაჩმა და მე მაგ ლოგიკით რატო წვები ჩემთან რატო? მაგრამ დალიე ხო ისე? გადავლი. დიდა სიხდი დასპირტული რო აქ თავკნა გადმოცვენილი რო გაქვს ლოკები. ასპირტული არა. აი შენ სიხდი ერთი ლოძი ჩაგძრა ნიფხავი ჩაგძრა გამოგიჩდა ხარი შენ ამოწოდე და შენ არ გაიხარ და შენ ადა შენი შენ რო დაემსგავსე დედამთი შენ ნაგავო შენი არც დახლი მინდა არც სახლი მინდა და ამოწდი შენ და გაიხარე შენა აჰა აი ამას უყურე შენ. გელა! დანთო! გამოდით დროზე! მოდი! მოდი დროზე წევიდა ეს ამას მოუხდა მისმა დროს. მოდი დროზე. დოლჩე და გაბანა, ტომი და ჯერი, სიკო და ნიკო, ზიტა და გიტა, რამდენი დუეტი შექმნილ სოფლიოში, მაგრამ ეს დუეტი მაინც სულ სხვა. მაშასე, ზულა და გნიდა კომედი შოუში. დავალეწო, შენც მოპასპიცა ვარ თუ თავი არ დავალეწო იმენა. მაგათ თუ მაგალეს ზეხავე ბაზარი გაუშვეს. აი რასო ვიზა მაგას მე განახე. პროსტა შენ დაწყარდი მე მაბაზრი. ბიჭო მოიხედე. მე მაბაზრი. კასტატი წამომიღე? იასნა წამოგიღე, მოგცე? მე მომეცი, ხო წამნან მომეცი, მომენტე მალდა გვინახო. აჰა, კასტატიც მოვიდა, ეგრევე გლიჯერო. რა კასტატი, ბიჭო, შეხო უჟუილებთო? აი შენ კასტატი და კასტილი ვერ გაგირჩევია, ბიჭო, ალფალიტის, რა წამოიღეს რა? აუ რა. ამეთი, როგორ ვეჩხუბო, ბიჭო? აუ რავი, მეცი კასტატი. გაუმალჯოს კი ერთი წუთი მოიხედეთ, ბიჭო. რა ბავში ხარ? რა ბაზარია რა დაგიბავეთ კი არა, ბიჭო. ჩემ გოგოს აასწორად, რატო შეხედეთ ტრაკზე, ა? ტრაკზე. ტრაკზე, ბიჭო. ჩვენ გავიგეთ. წესიერად ვიტყარი, აი. მოიცა თქვენზე. ბიჭო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ცოტა გიჭერთ როგორც ვთქვა, ხო? და ვერ გესმით, ხო? მოიცა ერთი წუთი ზულა მოიცა. ბიჭო, აქ რაზეა იცი ბაზარი, რომ სექსუალური თვალსაზრისით რა პონჩი შეხედეთ ჩემი ზულას გოგოს. კითხვა აქ დაისვა, გოიგე? არა ძმაო, რა სექსუალური თვალსაზრისი რა. პროსტა მოგშივდა რა კამანდას და მაგ პონჩი შევხედე. ადამიანები ვარ. მოგშივდა რა შუაშია გოგოსთან, ბიჭო. რავი ძმაო, კაი საჩალაღაჯე ბარკლები მაგ გოგოსთან. გივი, გამოდი. კიდე რას აცინებდო ხო იცი? აუ, გნედუში, კონტროლს მკავაგავ იმენა რა. კონტროლს მაგავინებ. ერთი წუთი მოიცა. ჩემის მოდი ერთზე შეახტი. მოდი, ბა. რა ცხოვრები ცხოვრობ ჩემი ძმა? რეპელული ცხოვრება ცხოვრობ, რა. ჰაიცა ძმა არ ვი რას ნიშნავს რეპელული ცხოვრება აქ ვიხსენი. არის, რას ნიშნავს? არ ვიცი, მიდი რა. რას ნიშნავს? მაო და მარტო პური და ბენდენა. რა პური და ბენდენა ჩემი ბიჭები და. ვაუხსენი, რა გნედი რას ნიშნავს რა? ინჯა ცხოვრება. ბაზარი ავალი ვაჩვენ. ეხლა გააჩვენ. პური და ბენდენა რა, პური და ბენდენა. აი წე მიდი ერთი.
აქვეც დაახურა, მაგარი მიქარა, მაგრად დაეხევა აქვე. თუნდაც აქვე. ზოლამ დასაჭრა ხელი ჩაიგო. აქ რა ხდება, ბიჭო? რა ხდება? რა იყო, ბიჭო? რა ხდება, ბიჭო? ეხლა მიხვდით ვინა ვარ? გაიგე, ბიჭო. იმენა გადაკლავა, ბიჭო, გადაკლავა. ბიჭო, აკულა მოდი დამასე. აკულა ძმაო. ატულა ვარ ძმაო ტატალაშვილი გაიგე ძმაო დაიბიჭებს ატენუნდასე ძმაო და ყველა დაიყატო ვენაცვალე ძმაო და აკვატი როიცოდე ხო იყო დრო მე ატულა ტალაშნიკოვს ვატატანებდი ძმაო ვინახვა ვაფშე ძმაო რა გინდო ატულა ვარ ძმაო ტატაურიძე ზოლა ლობოა რა პრობლემა ტატაურიძე ვარ ძმაო ატულა ძმაო ტატულა და დაიბიჭებს პატივი უნდათე ბიჭო ტატულა როიძახი ვისიცნო ბამბობაში ბრატ ახი ტალაძე ძმაო ახი ტალაძე ვინა? ენი ძმაო მოდი ეს როგორ ბაზობს? რანაირად ბაზობს? როგორ უნდა ველაპარაკო ამას? ტატულა თუ რანაირად ბიჭო ახლა აკულა თუ ვიღაცა სტაური და არ ვიცი ძმაო მე რა ამას რა უნდა ვებაზრო ავიდეთ რა სუხუმსკისთან ავიდეთ ვალერა სუხუმსკისთან ავიდეთ ძმაო და იმასთან მოვაგვაროთ რა ბიჭო ვალერა სუხუმსკი პაბექშია ბრატ პაბექშია კი ზანო მითხრა პაბექშია ბრატ მაშინ ჩაჩანა იმა გლდანსკისთან ავიდეთ დო გლდანსკის პაბექშია ბრატ რა მეგრე ვიცი რომ პაბექშია ბიჭო ეხლა სუხუმსკი პაბექშია გლდანსკი პაბექშია აბა ვოლსკი პარლამენტშია და ვისთან მოვაგვაროთ აბა სტაური დახარ თუ აკულა ხარ თუ ვაფშე ვინა ხარ რასაც დავიხართ იმენა დაიბიჭები ვარ ძმაო ყველა რა და ნუმეტრიჭებია აი ამის დედიკოს უთხარით მადლობა მართლა რა ჩემი დედიკოს უთხარით თქვენ სათეთაოდ ბიჭო მადლობა ესეთი ალალი და ლოიალური როა თორე გადაგთელავდით მართლაც უყოლას ბიჭო დაიკო მოვიდა აი დაიკოზია საუბარი არაფერი შესაკითხს ვაგვარებდი ბიჭო მთელი უბანი გეძებ თუ შესაკითხს ვაგვარებდი ჩოჩოტელა არაფერი ესეთი უბანი დარბი სათხარ თუ რა ხდება ეხა მოიხედეთ უყოლამ აი ეს არის გოგო რომელიც მაგარა მიყვარს და დასავით უყურებ რა ო ეს არის ჩემი დადა მაგრამ მიყვარს და უყურებ და მოიცა რა ეს გოგო მიყვარს და უყურებ როგორც ცხოვრება აუ მაგალოჩა სექსი მინდა რა მაგრამ გითხარი ხო დატალა ვარ მეთქი ხო ეხლა გეუბნები ძმაო რა მე იცი ატულას რატომ ეძახიან ძმაო რატო გეძახია კბილები მაქვს 4 რიგა ძმაო და დაგაცლი ბატონებში ასწავლო კაცოშევა იმენა დაგაცლი ძილში რა ბიჭო ნუ მეტრიჭებით მიდი მიხედეთ ეხლა გამარჯობა ძმაო ძალიან მე სიმპათიური ვინო შეიძლება ტაფეში დაგპატიჟო ტაფეში ясно შეიძლება ტოტატოლა დავლიოთ კი მოტაჩინოს დალევ და ясно აუ მაგარადა მევასები ამა სტომა წაიყვანა ჩემი ჩუჩუტელა
დიდი ბურთი გამოცა ხალხი რა გმობასიჩა აი ობიჭო მეტეორი იყო მიშა რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? ჩემიზით იმიტომ რომ მას არ ქონდა სათამაშო. სცდებით. სათამაშო კი არა, რეკლამა არ ქონდა, რეკლამა. ჯუმბერ ხვადაგიშვილის 20-მეული მოვიტანე. ეს უნდა გაყიდო დღესვე. დღესვე არ გაყიდით ამასდა. გადაგმასთავ თავებს ორი. ერთი წუთით მომისმინო, ჯუმბერ ხვადაგიშვილის 20-მეული როგორ უნდა გავყიდოთ, მითხარი. არავინ არ იცის საერთოდ ეგ ჩიგადე, რომ პასუხება, რომ შენ ვაჟამშაველაზეც მასი ამბობი, არავინ იცის. შეგახსენებ ჩვენი სპონსორია სუხარი კირიკი. მიშა, შენ შეგიძლია შემდეგი ნომერი გამოაცხადო? ზატო შე ვერ გამოაცხადებ. მე კი შემიძლია, მაგრამ შენ ძალიან კარგად გამოგდის თან ლექსად. ლექსად ეხლა ესე უცებ ლექსად. მიდი რა, მიდი. კარგი. ალი, ბარტი, კარტია, ეს კომედის მარტია. მე გენიალური ხარ. ხო რა. ეკიმო შეიძლება შემოვიდე? დიახ, მობრძანდით? დაბრძანდი, დიახ. ცოტა მეუხერხულება ეკიმო, მაგრამ უნდა გკითხოთ მაინც. ბრძანდით, არ არის პრობლემა. იცით რა შეა საქმე? ჩემი თოფი აღარ ისვრის. რა? ანუ ჩემი ანკესი თევს ვეღარ იჭერს. მეც ვერ გავიგე გასო რა. ანუ რის თქმა მინდა, იცით, ჩემი თოვლის ბაბუას საჩუქრები აღარ მოაქვს. რა თოვლის ბაბუა ადამიანო, რა გნებავთ? გამაგებინეთ. ჩემი დელფინი წყლიდა ვეღარ ხტება. ბოლოს და ბოლოს არ მეტყვით, რა გნებავთ, რა გაწუხებთ, რა გჭირთ. ჩემი ჩრდილოეთ კორეა, ჩემი სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეა კი არა, გამაგებინე რა გინდათ, რა გნებავთ, რატომ იშრეთ ნერვებს დილიდან? ნუ მიყვირი ხარ, კარგი პირდაპირ გეტყვით, იმპოტენცია მაწუხებს. მე ვერ იტყვით თავით აკაცო. იმპოტენცია აწუხებს. მე ვარ გინეკოლოგი, გინეკოლოგი. უროლოგის კაბინეტი არის გვერდით. მართლა? დიახ, მართლა. ანუ წყვილად ვიკამათეთ ამ ნერვში. დიახ, წყვილად ვიკამათეთ. თავისუფალი ხარ. ბუდიში, მაშინ წავალ, ხო? მართლა, ესე ბუდიში რა უკაცავად. ჩემ ცოლთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ერთი რაღაცა. კითხე გენერხულება, მაგრამ მითხარით, რა გნებავთ? იცით რა ხდება? ჩემი ცოლის კალმახი ქვირიც აღარ ყრის. ეხლა კალმახი კი არა, წადი ეხლა მართლა შენი და შენი ცოლის ეხლა არ დავიწყო გამარაკი კაცო ზემდე. ნუ ყვირი ხარ, ეკიმო, მატორი არ დაგესტუკოთ. ყურელო, მის ძალიან მიყვარხარ. არ მესმის რა მითხარი საყვარელო? მის ძალიან მიყვარხარ თქო. ვერ გავიგე საყვარელო. მეც საყვარელო, მეც. საყვარელო, ცოლად გამომყვევი? აი ეს წუთია გამოყევი ძვირფასო. ხო, წამოვიღებ, ხო? მაგასაც წამოვიღებ. ხო, კარგი დაგირეკავ ხა პაციენტია. მე თვითონ დაგირეკავ. გამარჯობა ეკიმო. გამარჯობა. უნდა მიშველოთ ეკიმო. რა ხდება? აი მე ცუდად ვარ ეკიმო. ცუდად? აი, რაღაცა ძალა გამოცდილი მაქვს ეკიმო. ვერ სუნთქავ, მიჭირს უთქვა, აი გულიც რაღაცნაირად მიძგერს ბუგ რაღაცა ოფში მცურავ ეკიმო და მალე მოკვდები მითხარით რა გეხვეწები. არა, ამის თქმა ესე ზედაპირულად არ შეიძლება, ვერ გეტყვით ვერაფერს. ნუ უნდა გაგსინჯოთ რა და ყველაფერი კარგად. კარგი, თუ შეიძლება აი ეს კაშნე-მაშნე რომ გაიხადოთ. ბატონო ეკიმო. აი ეს ქუდი მოდით. აი ეს ავტომატო. ეხლავე იქნება ყველაფერი. კარგი, აი ეს პულოვერი თუ შეიძლება.
ხო, კარგი, საკმარისია თავისუფალი ხართ. მოიცა, ეკიმო, რატო არ გამსინჯავთ, ეკიმო? არა, გენაცოლე, არ გაგსინჯავთ. ვაიმე, წამალი მაინც მითხარით, რა მჭირდება, ეკიმო? ბიჭო, წამალი კი არ გჭირდება. კალენდარი გჭირდება, კალენდარი შუა აგვისტოში პალტოთი რო დადიხარ, აუ მიშა, ვერ მოვიფიქრე შემდეგი სკეჩი როგორ გამოვაცხადო. რაღაცა ორიგინალურად მინდა რომ იყოს და პატრული ხომ არ გამოვიძახოთ? პატრული რო გამოიძახოთ, რა უთხრათ მერე? ხო, მართალია, რა უნდა უთხრათ? მაშინ სასტრაფოში დავრეკოთ. დავრეკოთ სასტრაფოში. მაგრამ ვინ არის ცუდად? ხო, არავინ. სახანძროში რო დავრეკოთ? იწვის რამე? აბა რა ვქნა, როგორ გამოვაცხადო? ჩვეულებრივ მარტივად. შემდეგი სკეჩი კოლ-ცენტრი. არა. კაცის ტვინი მაინც სულ სხვა. აი აქეთა განსაკუთრებით. მარჯვენა. ეს აწომეული ხო ვეღარ ამოვყიდებ რა. ვაჟა გაგიჟდება, არ ვიცი, გაგოხდებს სახლიდან. ალო. გამარჯობა გენაცვალე. კომპანია ინტელექტედიდან გირეკავთ. ინტელექტი, ქალბატონო რუსიკო. ხო, ისა, ბოდიში ინტელექტიდან გირეკავთ გენაცვალე. ვეფხისტყაოსანი ხომ არ გნებავთ რომ შეიძინოთ? არა, გეხუთუნია 4 წელი. უი, არ გამაგონოთ, არაჩვეულებრივი წიგნი. 4 წელი მაგრამ მინდა მეხუთე კაცო, მანებენ. გასაგებია, მაგრამ ეს ახალი გამოშვებაა, სულ ჯერ არ გექნება. და იყო ავტომობილი დარბის მერსედესი თუ ნესტან დარეჯანიზის მანქანაში და ლექსკიც ყურს. გასაგებია, ანუ არ გვინდა ეს. კი ბატონო, შემოგთავაზებთ ახალ ვერსიას. 3 მუშკეტერი. არა, წაკითხული მაგ და ეგო არ მინდა. არა, ერთი წუთით გენაცვალე, დედიკო, ეს არ გექნება წაკითხული, იმიტომ რომ თანამედროვე ევროპული გამოცემაა. ევროპული გამოცემა რას ნიშნავს, კაცო? დარტანიანი ლიბერასტია თუ რა არის, ვერ გებიგედა. გამიდის რა კაი ჭკვაზე. ლიბერასტია გომიჭკვა, კაცო. ლიბერასტია რა ის. სულ ესეთები ხვდებიან რა. არა, არ უყვართ ამ თაობას წიგნი. მიდი ეხლა შენატენე და რას გავს თქვენი მუშაობა მითხარ? ნორმალურად რატო არ მუშაობთ? გამაგებინეთ, რატო არ მუშაობთ ნორმალურად? მუშაობთ, მეტი რა გავაკეთოთ? მომისმინეთ ახლა. კარგად მომისმინეთ, თქვენც ქალბატონო რუსიკო სხვათა შორის. ჯუმბერ ხვადაგიშვილის 20-მეული მოვიტანე. ეს უნდა გაყიდო დღესვე. დღესვე არ გაყიდით ამასდა. გადაგმასწავთავებს ორივე. ერთი წუთით მომისმინო, ჯუმბერ ხვადაგიშვილის 10-მეული როგორ უნდა გავყიდოთ, მითხარით. არავინ არ იცის საერთოდ ეგ ავტორი. ციგნე, რომე პასუხება, შენ ვაჟამშაველაზეც მასი ამბობდი, არავინ იცისო. ხო ცოტია, ხალ. ეს წიგნები გაყიდული იყოს საღამომდე, იცოდეთ. კარგით, აღარ არის საჭირო ეს ბატონო ვაჟამ. აი, ეხლავე დავიწყებთ უკვე მუშაობას. სასტრაფოდ. მუშაობთ გოგოები, რა გავქნათ მეტი. ვაიმე, კიდე კაი გუშინის წიგნი გავყიდეთ ორი, ალბათ ეს არ ვიცი რას გვიზავდა რა. ალო? გამარჯობათ. წიგნების კომპანია ინტელექტიდან გირეკავთ და თქვენ გაგიმართლათ, იცით, თქვენ მოხვდით 5 გამორჩეულ ადამიანში, ვისაც წილად ხვდა 20%-იანი ფასტაკლების ვაუჩერი წიგნებზე. გილოცავთ. უკაცრავად ბებია გარდამიცვალა, პანიშვიცე ვარ ხა და ვერ დაგელაპარაკები. უი, როგორი დამთხევა? მე ბებია ილიკო და ილარიონი გვაქვს ფასტაკლებით, ხომ არ გნებავთ? რა ბებია ილარიონი ადამიანი ვერ დაიცვალა, ხوار გაგიშდა, გათიშეთ მეთქი ხა. უი, გარდაცვალებაზეც გვაქვს. უთავო მხედარი, გარდაიცვალა და მაინც დადის ცხენით, ხომ არ გინდათ? გათიშეთ ხა დროულად მეთქი თქვენ მიეციეთ ბებიაჩებს და თქვენ ჩაგდეთ წიგნის ყუთში და ალო. გამარჯობა გენაცვალე, წიგნების გამომცემლობიდან გირეკავთ. შენი ჭირიმე, არ მინდა, 300 წიგნი ვიყიდე. არა, ერთი წუთით ბატონო, ჯერ არ მithქვამს მე, რომელ წიგნს თავაზობ, ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს. გაივიცო, სადა წაყვით, არა, ერთი წუთით, 10-მეული გვაქვს ჯუმბერ ხვადაგიშვილის. გადასარევს, ხო, ერთი წუთით, სხვათა შორის ეს გახლავთ ილუსტრირებული წიგნი. თქვენ გაყავთ? შენი ჭირიმე. ბავშვები ყავთ სახლში? არ მინდა თქო, არა შენი წიგნები. აი, მოეწონება ძალიან ეს მათთვის ძალიან საინტერესოა. არა, შემიძლია სხვა შემოგთავაზოთ, თუ არ ვაიმე, რა მოხდა? ხომ მშვიდობა გაქვთ? აი ახლა თავი მოვიკალი და იქნება ახლა მაინც დამალებოდა. თავი დამალებოდა, არა კიდე დამოჩნდა. ალო? ნინუც. ნინუც არა, წიგნების გამომცემლობიდან გირეკავთ, გამარჯობათ.
გაუმორჯოს? შემოთავაზება მაქვს. დათა თუთაშხია გვაქვს ძალიან კარგი მაღალ პოლიგრაფიული გამოცემა და ხომ არ გნებავთ? ეგ რომელია? აი დათა თუთაშხია. როგორ აგიხსნათ? აი აბრაგია და ტყეში რომ გაიჭრება. აბრაგი გავიგე, შემოდაიგო, მაგრამ რომელია ახლა? ვერ მოვდივარ. ვერ ხვდებით, აი როგორ მიგახვედროთ, არავის საქმეში არ ვერ ვიმე და ნურცნურავინ ჩაერევა ჩემ საქმეში. მაინც ვერ მიხვდით? სახეზე მეწოდინება უეჭველი, მაგრამ პროსტა ვერ ხვდები. იქნებ ესე მაინც მიგახვედროთ რა. რა ქენი გუდუნა ეს? მაინც ვერ მიხვდით? ვერა, ასე ვერ მოვდივარ. აი მე აბა როგორ მიგახვედროთ? ერთი წუთით გენაცვალე დედიკო, ეს არ გეკნება წაკითხული, იმიტომ რომ თანამედროვე ევროპული გამოცემაა. ევროპული გამოცემა რას ნიშნავს, კაცო? დარტანიანი ლიბერასტია თუ რა არის? ვერ გებიგედა. გამიჯიშეს რა კაი ჭკუაზე. ლიბერასტია არ გომიჭკვა, კაცო. ლიბერასტია რა ის. სულ ესეთები ხვდებიან რა. არა, არ უყვართ ამ ხაობას წიგნი. მიდი ახლა შენაყენე და რას გავს თქვენი მუშაობა მითხარ? ნორმალურად რატო არ მუშაობთ? გამაგებინეთ, ერთი გამაგებინეთ, რატო არ მუშაობთ ნორმალურად? მუშაობთ, მეტი რა გავაკეთოთ? მომისმინეთ ახლა. კარგად მომისმინეთ, თქვენც ხალბატონო რუსიკოს სხვადასხვა. ჯუმბერ ხვადაგიშვილის 20-მეული მოვიტანე. ეს უნდა გაყიდო დღესვე. დღესვე არ გაყიდით ამასდა. გადაგმასწავთავებს ორივე. ერთი წუთით მომისმინო, ჯუმბერ ხვადაგიშვილის 10-მეული როგორ უნდა გავყიდოთ, მითხარით. არავინ არ იცის საერთოდ ეგ ავტორი. ციგნე, რომ პასუხება, რომ შენ ვაჟამშაველაზეც მასიამბობდი, არავინ იცისო. ხო ცოტა, ხალ. ეს ციგნები გაყიდული იყო საღამომდე, იცოდეთ თუ არა? კაკით აღარ არის საჭირო ბატონო ვაჟამ. აი, ახლავე დავიწყებთ უკვე მუშაობა. სასტრაფოდ. მუშაობთ გოგოები, რა გავქნათ მე? ვაიმე, კიდე კაი გუშინის ციგნი გავყიდეთ, ორი ალბათ ეს არ ვიცი რას გვიზავდა რა. ალო? გამარჯობა.